ჰააგის სასამართლოსადმი 5 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვა. Ისინი მხარს უჭერენ პროკურორ ბენსუდას შუამდგომლობას დაიწყოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების შესწავლა, რომელმაც 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდი უნდა მოიცვას. ასევე მოითხოვენ გაფართოვდეს გამოძიების ფარგლები. მათი შეფასებით გამოძიება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენებით, ქართველების დევნისა და მათი საკუთრების განადგურების, ქართველი სამხედრო ტყვეების წამების, სამოქალაქო პირებისათვის უკანონო თავისუფლების აღკვეთისა და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებით. არასამთავრობოებმა ჰააგის სასამართლოს პროკურორ ბენსუდას განცხადების შემდეგ მიმართეს. ბენსუდამ, რომელიც დაახლოებით 1 თვის წინ იმყოფებოდა საქართველოში, 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულებს მიმართა და განაცხადა, რომ შეეძლოთ ჰააგის მოსამართლეებისათვის მიეწოდებინათ გამოძიების დაწყებისათვის საჭირო ინფორმაცია. იმ დანაშაულებზე, რომელსაც მაგალითად ჰააგის პროკურორი ახსენებს, მათი მხარდამჭერია გარკვეული მოთხოვნები და მეორე კატეგორია მოთხოვნების ეხება იმას, რომ პროკურორმა უფრო გაშალოს იურისდიქცია, მაგალითად კოდორის ხეობა, არ არის ნახსენები ომის ტყვეების მიმართ განხორციელებულ არაადამიანური და ღირსებისმშენელახავი მოპყრობის გამოძიებას და ამ დანაშაულების ჩამოყალიბება პასუხისმგებლობაში მიცემას. შუამდგომლობით ქალბატონი ფატო ითხოვდა გამოძიების დაწყების ნებართვას, კონკრეტულად საუბარია 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე. გავაგზავნეთ 3 წარმომადგენლობა. ეს პირველი ეხება ზოგადი წარმომადგენლობა, რომელშიც ასახულია სხვადასხვა ტიპის დანაშაულები, აქ არის მკვლელობა, ჯანმრთელობის დაზიანება, ძარცვა, დაბომბები და ასე შემდეგ. მეორე წარმომადგენლობა ეხება სამოქალაქო პირებს, ანუ საუბარია იმ პირებზე, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ და ტყვედ ყავდათ წაყვანილი ცხინვალში. მოგეხსენებათ, შუამდგომლობა არ ითვალისწინებს ამ ტიპის დანაშაულებს.